დაახლოებით 250 დღე არის კარგი ამინდი ჩვენს პირობებში. 250 დღე კარგი ამინდი. კარგი ამინდში რა იქნება ახლა? ჩვენ ვარ მიჩვეულები მზე არაწვიმა და რა თქმა უნდა, მოწმენდილი ატმოსფერო უნდა იყოს, გამჭვირვალე ატმოსფერო, ღრუბელი არ უნდა იყოს და აი სავსე მთვარეზე ვერიდები დაკვირვებას. კი, არის რიგი ტელესკოპები, რომელიც აკვირდება თქვა ასტეროიდებს, იმისთვის არაფერი არ არის სავსე მთვარე, მაგრამ აი როცა გვინდა იმ ველში თქვა ვარსკვლავების სპექტრი მივიღოთ, აი სავსე მთვარეზე ვერიდებით. არ არის ეს კადი გამოსახულება. აი მაგალითად ჩარჩანწინ ჩვენმა თანამშრომელმა ბატონმა თემურ კვერნაძემ აღმოაჩინა ახალი ეგზოპლანეტა. ბატონი შოთა ინასარიძის ჯგუფმა, მეც ვიყავი იმ ჯგუფში, აღმოაჩინეთ ახალი ასტეროიდი, რომელსაც ფიქრობ, რომ უნდა დავარქვათ მესხეთი. ეგზოპლანეტა ნიშნავს ისეთ პლანეტას, რომელიც დედამიწის მაგვარია და იქ რაღაც გარკვეული ფორმით უნდა იყოს, შეიძლება ბაქტერიის ფორმით იყოს ცხოვრება. რომ დადგა საჭიროება პირველი სამთო ობსერვატორიის მშენებლობისა, 4 ალტერნატიული ადგილი შეირჩა საქართველოში. მაშინ ერთ-ერთი იყო აგერ თაყანობილი, რომელიც ზღვის დონიდან ვარ ჩვენ ახლა 1700 მეტრზე და აქ პირობებია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დაკვირვება ეფექტური, ხო? პირობაში რა შედის ახლა? გამჭვირვალე ატმოსფერო, მდგრადი ატმოსფერო, ტურბულენტობა არ უნდა გააჩნდეს ატმოსფეროს და სწორედ ეს ადგილი შეირჩა იმისათვის, რომ დაკვირვებები მოხდენილიყო იმ პერიოდში. ეს არის უკვე იმისათვის კარგი პირობები დაკვირვებისათვის და სამეცნიერო მუშაობისათვის. ადრე აქ სამანქანო გზა არ იყო, აგერ ხედავთ თქვენ სურათებზე, ხალხი როგორ მუშაობდა, საჭაპანო ტრანსპორტით ამოქონათ სამშენებლო მასალა, ხდებოდა შემდგომ მისი ხელით დამუშავება და მოდიოდნენ ეგრე ნელ-ნელა მშენებლები და მოვედით დღევანდელ დღემდე. მაშინ 1932 წელს ბატონი ევგენი ხარაძე ჩაუდგა მშენებლობის სათავეში და პირველი დირექტორი გახდა ბატონი ევგენი ხარაძე, რომელიც მაშინ იყო 24 წლის ჭაბუკი. და იმ შემდგომ უკვე ბოლომდე ჩვენთან მოღვაწეობდა და გარდაიცვალა 2001 წელს.